ოკუპირებული არცახის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში ბოლო 7 დღის განმავლობაში გაჩენილი ხანძრები რეგიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ემუქრება. არცახის კულტურის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლის გავრცელებით ზონაში საფრთხე ემუქრება 100-მდე ისტორიულ-კულტურულ ძეგლს, მათ შორის ტიგრანაკერტის ნაკრძალს, ამარასის სამონასტრო კომპლექსსა და სხვა თემების ეკლესიებსა და კულტურული ღირებულების მქონე ნაგებობებს. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, მიაღწია თუ არა ხანძარმა ამ ძეგლებს, მაგრამ ის რომ ძეგლები ხანძრების ზონაშია, ეს ცალსახაა. ეს ასევე ასახულია ნასას შესაბამის რუკებზე. სერგეი შახვერდიანის თქმით, თუ ჩვენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზიანის შესახებ ვირტუალურად ვსაუბრობთ, კონკრეტული ფაქტების გარეშე ეკოლოგიური თვალსაზრისით შეგვიძლია ფაქტობრივად დავაფიქსიროთ, რომ საფრთხე ემუქრება არცახის ეკოსისტემას და ამ ზიანის აღსადგენად შესაძლოა 10-ობით წელი იყოს საჭირო. მაგალითად, ნორშენის ისტორიული თუთის ბაღები დაიწვა, ამის შესახებ აზერბაიჯანულ სოციალურ სივრცეებში უბრალოდ კადრები გამოაქვეყნეს, ჩვენ იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ბუნებრივია, რომ ტყეების ხანძარის დიდ ზიანს აყენებს ბუნებას, მინდვრებს, საძოვრებს. არცახის ოკუპირებული ტერიტორიების მაკონტროლებელი აზერბაიჯანი საერთაშორისო კონვენციებით ვალდებულია. დაიცვას ადგილობრივი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა. მიიღოს ზომები ხანძრების ჩასაქრობად და მიყენებული ზიანის აღსადგენად. ჩვენ მთელ ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რადგან ვითარებაზე ზემოქმედების სხვა ეფექტური მექანიზმები ჩვენ არ გაგვაჩნია. საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ხას უსვამს, რომ არცახის ოკუპაციამდე იმავე მონაკვეთებში ხშირად იყო ხანძრები, რომლებსაც ოპერატიულად და ეფექტურად აქრობდნენ, მაგრამ 30 წლის განმავლობაში რეგიონში ასეთი მასშტაბური ხანძრები არ დაფიქსირებულა. რა ხდება ახლა? ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნება სხვადასხვა ვიდეო იმის შესახებ, რომ ხანძრებს აქრობენ სხვადასხვა ადამიანები, ასევე შესაბამისი ორგანოები აზერბაიჯანის, ჩვენ ხედავთ, რომ ეს საქმიანობა სულ მცირე, ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც ჩვენ გქონდა ჩვენ სამშობლოში. არცახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვა მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, საზოგადოება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები მუდმივად აყენებენ საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში, მაგრამ არცახის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე ეფექტური გზა ეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ქმედითი ჩარევა. არცახის კულტურული მემკვიდრეობისადმი საფრთხეები, იქნება ეს ადამიანური ფაქტორით თუ სტიქიური უბედურებით განპირობებული, შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ სომხების, არამედ მსოფლიო კულტურისთვისაც შეუქცევადი დანაკარგი. ძეგლების განადგურებამ შეიძლება შეარყიოს არცახის სომხური იდენტობა, რაც შახვერძეონის თქმით, აზერბაიჯანის ერთ-ერთი მიზანია.